ჩვენი ტურის მესამე დღე დაიწყო ალბუფეირაში. ამ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უნდა უყუროთ, იმიტომ რომ განახებთ სანაპიროებს ალბუფეირასა და მის გარშემო. ძალიან მიყვარს აქაური ტანსაცმელები, ან იმდენად ლამაზია, იმდენად საზაფხულა, რომ ყველაფერი ერთად მინდა ვიყიდე, ხო, უნდა ვაკონტროლოთ ჩემი თავი. ლამაზე. ზის გადამცავის წასმის დროს რომ ჩემი მიხატული წარბები წამეტყაპნა, არ შეიმჩნიოთ. ეს ამდენი ნიჟარა რომ დავინახე, თვალებში დამიბნელდა და 1 საათი ვერ მომხიკეს იქიდან. აი ხა ჯაკომო ფიქრობს რომ მე აი ამ ლიფტში ჩავჭდები. აი აქ. Giacomo, let's go. Where? Here upstairs. You crazy? No. Yes. I cannot go even here alone. Why? Because I'm scared of these fucking stairs as well. Giacomo, no. Bastard. Giacomo, look at me. აბრძანდა თვითონ ამ ლიფტით და მე კიდე ვერცი კიბებით ვერ ავედი, იმიტომ რომ აი ნახეთ. აი ნახეთ, ძალიან მაღალია. და ღია კიბეებია და თავბრმე ხო იქიდან დავგორდებოდი, ანუ ძალიან მეშინია სიმაღლის. ეგრევე ფეხები მეკვეცება სიმაღლეზე. I guess this. მიმატოვა. მოღალატე. აი ხლა უნდა რომ ჩემ შიშებს შევებრძოლო და აი ამ სიმაღლეზე გავიარო აქ. ანუ ძალიან უსაფრთხოა ყველაფერი. ხო დაცულია და რაღაც, მაგრამ აი ფეხები. ნო. ფეხები მიკანკალებს და არ ესმის. აუ ჯაკომო. Okay, so let's go back, yeah? Go. More. Touch. Okay, go. No, I cannot. Go, I push you. Go. Don't touch me. Go. Yo, Mom, I cannot. A few moments later. ახლა მითხარით, სანდ უნდა ვიმუშაო, რომ აი ასეთ სახლში ცხოვრება შევძლო. რა ბიზნესი უნდა დავიწყო და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, OnlyFans და Sugar Daddy არ მითხრათ ვინმე, იმიტომ რომ მაგისთვის დავბერდი 31 წლის ვარ და არა 21-ის. ეხლა ვუღებდი საყვარელ მოხუცებს ვიდეოს რა და თან გავიფიქრე, რომ მეთქი სამყარო ნიშანი მომეცით ხო?
თუ თქო მეც ესეც მეორე ნახევარს ვნახავ თქო რა ძალიან სიმპათიური არის რომ არის ისის. თქო რა 80 წლის ასაკში ალბუფეირაზე დავისვენებ და თან სურათებს გადამიღებს თქო და ეკალი წაიქცა. მოკლედ მე და ჯაკომო მოვიარეთ ალბუფეირა. ეხლა ცოტა ხანში უნდა ვნახოთ ჩემი მეგობარი, რომელიც არის საიდან არის? ნიდერლანდებიდან. აქ ცხოვრობს ალბუფეირასთან პატარა ქალაქში. მაგის სახლში მივიდივართ ყავის დასალევად. ჯაკომოს შეშლია, კი არ შეშალა, გეგმა ქონდა ესეთი, რომ ხვალ უნდა წავსულიყავით ჩრდილოეთში, ანუ მანქანა იქირავა ორშაბათს 11 საათამდე და ხვალ უნდა წავსულიყავით ჩრდილოეთში და მე ჩრდილოეთში ბრაგა ვნახოთ. მეთქი რა? დავურეკი მგობანი საიდანაც მანქანა ვიქირავეთ და მე ვთქი რომ არა იქნება და გადაგვივადოთ თქო კიდევ ერთი დღით თქო და გადაგვივადეს რა. აი წარმოიდგინეთ ახლა სამხრეთიდან მივყავით ბრაგაში, ან ისეთი რაღაცაა რომ ბათუმში იყო და რო წახვიდე რუსთავში რა, იმოდი რუსთავი ვნახოთ ბათუმიდან. მეთქი რა ბრაგა, ანუ მე ზოგადად არ მიყვარს ჩრდილოეთის ქალაქები, არ მიყვარს მთიანი მხარები, არ მიყვარს უზღვო ქალაქები, უზღვო ერთ-ერთი თბილისი მიყვარს. ხო და მე ყველაზე კარგად თავს იქ ვგრძნობ, სადაც რაც უფრო წყალთან ახლოს ვარ, რაც უფრო მეტ პალმას ხედავ ირგვლივ და რაც უფრო ტროპიკული არის გარემო, უფრო და უფრო მეტად ბედნიერი ვარ ხოლმე და რაც უფრო ბევრი ნესტია მქონი. და რომ სადაც ესეთი ადგილია, იქ რა თქმა უნდა ნესტიც არის ხოლმე სულ. და აი მთაში მაგალითად ეს სუფთა ჰაერი რო არის ფრეშ, აი ძალიან ფრეშ ჰაერი რო თავს მატკიებს, აი ეგ ჰაერიც კი თავს მატკიებს ხოლმე. ულამაზესი ადგილია, მაგრამ ისე ცხელა, რომ თვალებიდანაც კი ცრემლი მომდის, თვალები მეწვის. თვალს ვერ ვახ. მოკლედ უკვე ჩემი მეგობრის ქალაქში მოვედით, მაგრამ მაგან გითხრა 3 საათზეო და ეხლა რადგან დაჩ არის და რადგან ნიდერლანდებიდან არის 3 საათს არც ერთი წუთით ადრე არ უნდა ანუ არც ერთი წუთით ადრე არ უნდა მივიდე და არც 3 საათს არ უნდა გადავაცილო. 3 არის 3. ეხლა დრო გაგვყავს. დაახლოებით 1-10 წუთი გვაქვს დრო. And this was is an engineer and when I met him მოკლედ ვიყავით ჩემს მეგობართან და ეხლა მოვედით შუქურაზე. მე დიდად არ მიყვარს ესეთი ადგილები, იმიტომ რომ მაღლაა, ქარი უბერავს და თან მე სიმაღლის რომ ეშინია დიდად ვერ ვტკბები ახლა აი ამ ხედებით. ამ ადგილს ქვია კაბო დე სოვისენტე და ეს არის ევროპის სამხრეთ-დასავლეთ უკიდურესი წერტილი. საუკუნეების განმავლობაში ხალხს სჯეროდა რომ აქ მთავრდებოდა მსოფლიო. აქ მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შუქურა პორტუგალიაში, რომელიც გადაყურებს ატლანტიკის ოკეანეს და დღემდე ეხმარება გემოს ნავიგაციაში. ძველ რომაელებს ეს ადგილი წმინდა კონცხად ჰქონდათ მიჩნეული და მას განსაკუთრებულ მისტიკურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ღია მაინც იყოს, შევიდოდი დაკეტილია. რამდენი ვიარ და მე ვერც ვტკბები ამ ხედით. უბრალოდ ჯაკომოს აინტერესებდა ეს ადგილი და მაგიტო. ანუ ეს არის the most south or southwest. აი ჩემი ოცნება არის ასეთი მანქანა და ასეთი მანქანით მოგზაურობა ფურგონი. აი დიდი სიამოვნებით ჩამოვიდოდი ასეთი მანქანით პორტოდან თბილისში. ეს ჩემი სიმაღლის შიში უფრო და უფრო აუტანელი ხდება. აი გვერ ჩავედი ხალხო. თავბრო დამეხვა და აი გრძნობდი რომ ფეხები მებლანდებოდა უკვე ანუ წაქცევაზე ვიყავე.
არდა ხალხი ჩადის კი არა ჩარბის. და თლიანად დავკარგენ კონტროლი ჩემს სხეულზე. აი ფეხები მებლანდებოდა და ეს თვალებში მებლანდებოდა, უკვე ხვდებოდი რომ თავური მეხვეოდა. და ამოირბინე უკან. წინ არის სერფერების შოუ. წინ არიან სერფერები. აი ესენი ნახე როგორ ჩახტიან. აი სირცხვილი ჩემი თავის, აი ეს ბავშვები ჩარბიან. ხელსაც კი არ კიდევენ მშობლები. და აი მე ფეხი ვერ ამოვდგი უკან. ნახეთ. ჩემშია ხო პრობლემა? და რა ვკითხულობ? აი იმ ბავშვებს რა უყურებ, ხა გული მისკდება. მოკლედ ახლა ვემზადებით და უნდა გავიდეთ ქალაქში. ღამეს ასეირნოთ და საჭმელად. ისევ ალბუფეირაში ვართ, იმიტომ რომ ალბუფეირა ყველაფერთან ახლოს არის. ფაროსთანაც, ლაგოსთანაც და მაგიტომ ალბუფეირა შუაშია. თუ გინდა ნახევარსაათით ფაროში გადახვალ, ან ლაგოსში გადახვალ. გამოვედით ალბუფეირას ქუჩებში. ახლა აქ ყურადღებით უნდა გადავიდე. Hi. ძალიან ცოცხალი ქალაქია. მე ზოგადად ღამის ცხოვრება და კლუბები და ღამის გართობა არ მიყვარს, მაგრამ ატმოსფერო ძალიან მომწონს. ვისაც ღამის გართობა უყვარს, კიდევ უფრო მოეწონება ქაურობა. საკომარი ძალიან ცრუმორწმუნე. ბუმბულს რო დაინახავს, იძახის რომ ის არისო, ცუდის ნიშანი არისო და გადაულის ხოლმე დასრისავს და თავის ბუმბულებით არის სავსე ქუჩები. ეს ყველა ბუმბულს ყურადღებას აქცევს. ანუ ისე ვთქვი ცრუმორწმუნეა თქო, რომ აი თითქოს რაღაცა მართლა ცრუმორწმუნე. მარტო ეს ცრურწმენა აქვს და ისევ იმას თუ გაუგიანეტავ იგივე ბუმბულზე.